ბატონ ვახტანგს ვესაუბრო სწორედ აი რესურსებზე, წინააღმდეგობის რესურსებზე და ამ მხრივ მთლიანად არ წავიკითხავ ამის ტირაჟირებაც კი არასერიოზული და სამარცხვინოა, მაგრამ მაინც ყოფილი პრეზიდენტი მედვედევის კომენტარი, რომელიც უშრობის საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობაზე, ახლა თუ არ ვშტები რუსეთის ფედერაციის, ძალიან ბედნიერია იმით, რაც მოხდა და ხარობს, მაგრამ რო გადავთარგმნო ახლა რუსულიდან პირდაპირ უმადურმა ღორმა მიიღო ძლიერი წამორტყმა საღორის უფროსისაგან ხაზიანი. ეს ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ცოტაა. საჭიროა და აქ არის მთავარი გზავნილი, საჭიროა სამხედრო დახმარების შეწყვეტა ნაცისტური მანქანისთვის. ეს არის პირველი საპასუხო გზავნილი რუსეთის ფედერაციიდან. ხო, ეს გზავნილი ალბათ დალევამდე იყო თუ დალევის შემდეგ ესაა ალბათ ძირითადი გასარკვევი მედვედევის მხრიდან, მაგათ მას გაჩერება ნამდვილად აღგეს. ხო, აღის, მაგრამ ზოგიერთი სიფხიზლეშიც და არა მარტო მოსკოვში როგორც ჩანს არანაკლებს აშავებს თავის გამონათქვამს. მე პირველ რიგში მინდა კიდე უბრალოდ დაუბრუნდე იმ საკითხს, არ ამგონია ამერიკა დათანხმდეს იმას, რომ თავარი მოთამაშე აი ამ მიმართულებში გახდეს ევროპა. ის თავის პოზიციას ესე მარტივად არ დათმობს და კვლავ შეეცდება გააგრძელოს თავისი რაღაც დომინირება აი ამ მიმართულებას. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ რესურსებს, ომის გაგრძელების რესურსებს. პირველი ამერიკის დახმარება გაგრძელდება 2026 წლამდე. ის რომელიც მოგწერილია, ესე არ ხდება რომ დაკონტრაქტებულია, უზრუნველყოფილია. წუთში ხდება ეს ყველაფერი, ეს თანდათან მიიღებს უკრაინა მიიღებს ამერიკულ დახმარებას 2026 წლამდე. ერთი. მეორე, გაცილებით იზრდება ევროპის როლი უკრაინის დახმარებაში, ეს თვალსაჩინო არის და ჩემს აზრით ევროპას ეძლევა რაღაც ისტორიული მომენტი, რომ ისე დაიკავოს ის პოზიცია სოფლიო უსაფრთხოების სისტემაში, რაც მას ისტორიულად ეკავა. შეიძინოს გეოპოლიტიკური სუბიექტურობა. აბსოლუტურად. რომლის დაკნინება სხვათა შორის არა მარტო ევროპის ინერტულობით, არამედ თავად შეერთებული შტატებისა და მეორე მსოფლიო ომის კონიუნქტურის შედეგი იყო საბოლოო ჯამში, ხო იმ მომენტში. ხო, ზოგადად. თუმცა ისე საქმელად ეხლა ეს არ დახმარება ამერიკის არ დახმარება ძალიან დიდი თანხების დანაკარგი იქნება ამერიკისთვის. ეს არ ხდება უფასოდ ამერიკის დახმარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლენდლიზის თანხებს ინგლისი მე მგონი 2006 წლამდე უბრუნებდა ამერიკას. ასე რომ ესე არ ხდება რომ ის იარაღი რომელსაც ძლებს ამერიკა იმას ყიდულობს ევროპა ამერიკაში და ეს თანხად ისევ ამერიკაში ტრიალდება. ასე რომ ამის დაკარგვაც ესე მარტივად ალბათ არ იქნება. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ევროს შეუძლია თუ არა ევროპას ჩაანაცვლოს სრულად ამერიკა, რთულია. ძალისხმევას მოითხოვს ევროპისგან, მაგრამ შესაძლებელია. როდესაც საუბარი არის გერმანია, რომელიც არის მზად რომ გააორმაგოს თავისი შინაგანი პროდუქტის თავდაცვის ბიუჯეტი, გააორმაგოს თავის ბიუჯეტი, ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა გერმანიის წარმოიდგინეთ აქამდე დღემდე ხარჯავდა მხოლოდ 1.რაღაც%. როცა ბრიტანეთი პირველად იძახის, რომ პირველად გაზდის თავის ბიუჯეტს მეორე მსოფლიო ომის დროის ბიუჯეტის დონემდე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ძალიან დიდი თანხები და ძალიან დიდი შესაძლებლობა. იგივე საფრანგეთი საერთოდ გამოდის და იძახის, რომ მზად არის გერმანიაში განათავსოს თავისი ბომბდამშენები ბირთვული ქობინებიანი იარაღით. იგივეს მოუწევს ბრიტანეთს. ხა ბრიტანეთს არ ყავს თვითმფრინავები, ძირითადად წყალქვეშა ნავებზეა ეს ბირთვული იარაღი განთავსებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მიმართულებაც არის, მიმართებაც არის. ევროპას შეუძლია თავისი, ხო, სკანდინავიის ქვეყნები ძალიან ეხმარებიან უკრაინას და დღეს უკრაინა უკვე თითქმის 30%-ზე მეტ თვითონ აწარმოებს ამ შეიარაღებას თავის ტერიტორიაზე, რადგანაც მისი სამხედრო ინდუსტრიის გამართვაში დიდ თანხებს დებს სკანდინავიის ქვეყნები. ესეც გასათვალისწინებელია. და მესამე და მთავარი უპირველეს ყოვლისა ეს არის რესურსი ადამიანური წინააღმდეგობის გაწევის ნების რესურსი, რაც უკრაინელებს გააჩნიათ. დიახ, უკრაინას უჭერს ჯერჯერობით უკრაინა იწვევს 25 წლიდან ზევით სამხედრო სამსახურში. დაუშვა ზელენსკიმ ის რომ შეიძლება 18 წლიდან ახალგაზრდას კონტრაქტის დადების უფლება ჰქონდეს.
ნამდვილად არ უნდა უკრაინას მობილიზების გამოცხადება და ასე შემდეგ, ვინაიდან რა თქმა უნდა სოციალური პრობლემებთან იქნება დაკავშირებული, სადღაც თვარსები 10 მილიონამდე თუ 8 მილიონამდე მოსახლე გასული არის ახლა უკრაინიდან, უჭირს უკრაინას, მაგრამ მას გააჩნია ნებაც და ევროპის დახმარებით შესაძლებლობაც გაუწიოს წინააღმდეგობა რუსეთს და არ მისცეს რუსეთს წარმატების საშუალება. ის რომ დღეს რუსეთი თითქმის ყოველ 100 კვადრატულ მეტრზე ერთ ჯარისკაცს კარგავს, ეს უკვე დიდი დანაკარგები. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცნობილია დაბალი სენსიტიურობა დანაკარგის მიმართ რუსეთის მხრიდან, მაგრამ მაინც არის ეს ადამიანური რესურსის შეება რუსებისთვის არის ნაკლებ პრობლემატური, მაგრამ ვინ არის ჯარში? დაღესტნელი, ჩეჩენი, ადიღელი, ბურიატი, იქ მცირე ეროვნებებში ეს დანაკარგები აისახება. იქ უფრო მტკივნეულად განიცდიან, ეს ხო არ არის მარტო რუსების მიერ წარმოებული ომი. ეს ნამდვილად იქნება ამას გამოხმარება მოყვება. შესაბამისად, არც ის ტემპები აქვს რუსეთს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ გამარჯვებულის მხრიდან. კურსკი დაკარგეს. ჯერ შიგნით როგორ გაყიდიან იმ გამარჯვებას, როცა თავის ტერიტორია აღარ აქვს, დაკარგული აქვს ტერიტორია. ერთად მაქსიმუმი რაც მათ შეუძლიათ დღესდღეობით გააკეთონ, რაღაც დონბასის ბოლომდე დონბასის ადმინისტრაციულ საზღვამდეც კი ვერ გადიან ჯერჯერობით. ეხლა იწყება დაახლოებით ერთ თვეში ისევ დაიწყება დათბობა, ისევ დაიწყება გაუვალობა, ისევ შეჩერდება ეს აქტიურობა. მიუხედავად ისა, რა თქმა უნდა, ჩრდილო კორეის დახმარებით და ირანის დახმარებაც უკვე საკითხის ქვეშ არის, ვინაიდან სირიაში წარუმატებლობის შემდეგ ირანს თავისი პრობლემები აქვს უკვე ისრაელთან დაკავშირებით და თავისი რესურსები ჭირდება. აი ჩრდილო კორეა, რა თქმა უნდა, ჩრდილო კორეას უკვე 3000-მდე მე მგონი ჯარისკაცი გადაიყვანეს ისრაელ რუსეთში. რა თქმა უნდა მიიღებს იქიდან საბჭოთა ტიპის შეიარაღებას, მაგრამ ვიმეორებ, რუსეთსაც უჭირს ამ შემთხვევაში. არ არის რუსეთს ის წარმატებები, რომელიც მას მუშტის დარტყმის უფლებას მისცემს მოლაპარაკების მაგიდაზე.